ბათუმის საერთაშორისო აეროპორტმა წლის მე-მილიონე მგზავრს უმასპინძლა. გერმანიის მოქალაქე მიჰალ ნატოვიჩის საქართველოში ტურისტული ვიზიტით შვილებთან ერთად იმყოფებოდა. ნატოვიჩების ოჯახი ბათუმიდან სიმბოლური ღონისძიებით გააცილეს. საქართველოში ოჯახის სანახავად ჩამოვედით, რადგან დღესასწაული აღნიშნოთ. მე წარმოშობით ისრაელიდან ვარ. შესანიშნავ დროს ვატარებთ აქ ულამაზესი მთების, მდინარეების ხილვით. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში მგზავრთნაკადის უპრეცედენტო ზრდას ბათუმის აეროპორტში განხორციელებულ პროექტებს უკავშირებენ, რომლის ფარგლებშიც გაფართოვდა ბაქანი, განახლდა ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი და სამგზავრო ტერმინალი. ტურისტული ნაკადების მოზიდვასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად ვმუშაობთ ავიაკომპანიებთან, რათა მიმზიდველი გავხადოთ ყველა საქართველოს აეროპორტი ავიაკომპანიებისათვის, მეტი ტურისტი მივიღოთ, მეტი კმაყოფილ მგზავრს მოემსახუროთ. მიმდინარე წელი რეკორდული ციფრებით გამოირჩეოდა, როგორც მგზავრთა ნაკადის, აგრეთვე შესრულებული ავიარეისების რაოდენობის მიხედვით. დღესდღეობით ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 27 ავიაკომპანია ოპერირებს 26 მიმართულებით. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი წელს 32%-ით გაიზარდა. ეს მონაცემები კი იმის დასტურია, რომ ბათუმის სწრაფად ზრდადი ტურისტული მიმართულებაა. საერთაშორისო ვიზიტები 10%-ით არის გაზრდილი რეგიონში, ხოლო შიდა ვიზიტები 7%. ჩვენ აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ როგორც შემოდგომის, ასევე ზამთრის პერიოდში ბათუმში, საქართველოში იმოგზაუროს ბევრმა ვიზიტორმა. წინასწარი პროგნოზით წლის ბოლოსთვის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი რეკორდული რაოდენობის 1,200,000 მგზავრს ელოდება.